კოსმოსში არის რაღაც, რაც 1.4 მილიარდი სინათლის წლის სიგრძისაა. მას ქვიფუ ეწოდება და ის არის ყველაზე დიდი სტრუქტურა, რაც კი აღმოუჩენიათ მეცნიერებს როდესმე ახლომდებარე სამყაროში. რენტგენული ტელესკოპებით კვლევების ჩატარების შედეგად მეცნიერებმა გამოავლინეს ეს კოსმოსური გიგანტი, რომელიც ჩვენს მზეზე 200 კვატრილიონჯერ მძიმეა და 68 გალაქტიკურ გროვას ერთიან სივრცეში აკავშირებს. შორიდან ქვიფუ ინკების ძველებურ თოკს ჰგავს, რომლის თითოეული კვანძი სავსეა მილიარდობით გალაქტიკით. ის იმდენად დიდია, რომ მისი ნაწილები ჩვენსავე ირმის ნახტომის მიღმა უჩინარდება და ის 4 სხვა გიგანტთან ერთად გროვების 45%-ს მოიცავს. მაშინ, როცა სივრცის მხოლოდ 13%-ს იკავებს. ერთი შეხედვით და მოაზრებით ეს გავს კანონზომიერებას, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ ააგო ბნელმა მატერიამ ის სამყარო, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. თუმცა ამდენი კვლევის, ამდენი დაკვირვების მიუხედავად, მე პირადად მჯერა, რომ ქვიფუს იქით არსებობს რაღაცა ძალიან დიდი სტრუქტურები, რაღაცა ძალიან დიდი ძალა, რომელმაც რეალურად შექმნა ეს ყველაფერი და არა მარტო კოსმიურმა ბნელმა მატერიამ ან რაღაცა დიდმა მომხდარმა ფაქტმა.